შუადღემშვიდობის BMG TV-ს ეთერში გადაცემა ქალების ნარატივს ვიწყებთ დღევანდელ ეთერს ქართულ ხელოვნებაზე, ამ სფეროში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე საუბარს უთმობთ. დანარჩენზე ვნახოთ ანონსი, რამდენიმე წუთში კი პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. საქმეა კვირას და სამშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ს გამორჩეულ ტელეპროექტში 10 ივნის 11 საათსა და 30 წუთზე მას ვინძლობთ ნინო ლაბაძეს და ნანა ყირმალაშვილს. Art გალერეა ნობლესმა ლონდონში ერთ-ერთ უძველეს პრესტიჟულ აუქციონის სახლ ბოჰემში ქართველი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები წარადგინა. ეს უნიკალური შემთხვევაა, როდესაც ქართველი ხელოვანების სტილოები ლონდონის აუქციონზე არა მეზობელი ქვეყნების, არამედ საქართველოს სახელით გავიდა და დამოუკიდებელი კატეგორია ქართული ხელოვნება ახლად დაეთმო. აუქციონის დეტალებსა და ზოგადად Art გალერეის გეგმებზე ქალების ნარატივის სტუმარი ნობლესის დამფუძნებელი ნინო ლაბაძე ისაუბრებს. ხელოვნების და ბიზნესის შერწყმა და შედეგად წარმატებული პროექტი, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება გალერეა Life and Style. სწორედ ამ პროექტზე ვისაუბრებთ ქალების ნარატივის პირდაპირ ეთერში, რომლის დამფუძნებელიც ნანა ყირმალაშვილი თავად გაგვიზიარებს, თუ როგორ შექმნა უნიკალური სახელოსნო, როგორ ახორციელებს ხელით ბეჭდის ძველი ტექნოლოგიის აღდგენასა და პოპულარიზაციას, როგორი იყო 2024 წელი ხელოვნების სფეროსთვის. ამ თემებზე ქალების ნარატივის პირდაპირ ეთერის სტუმარი Life and Style-ის დამფუძნებელი ნანა ყირმალაშვილი იქნება. სიახლეებით მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიები. ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ს პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. Art გალერეა ნობლესმა ლონდონში ერთ-ერთ უძველეს პრესტიჟულ აუქციონის სახლ ბოჰემში ქართველი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები წარადგინა. ეს უნიკალური შემთხვევაა, როდესაც ქართველი ხელოვანების სტილოები ლონდონის აუქციონზე არა მეზობელი ქვეყნების, არამედ საქართველოს სახელით გავიდა და დამოუკიდებელი კატეგორია ქართული ხელოვნება ახლა დაეთმო. გალერეა ნობლესმა არა მხოლოდ ხელი შეუწყო ქართველი მხატვრობის პოპულარიზაციას, არამედ ერთგვარი ხიდიც ააგო ქართულ კულტურასა და ხელოვნების საერთაშორისო ბაზრებს შორის. ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. გალერეა ნობლესი აგრძელებს ქართველი ხელოვანების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობას და როგორც არტისტების, ასევე ქვეყნის სახელის გატანას მსხვილ საგამოფენო სივრცეებსა და კოლექციონერთა წრეებში. ეს გალერეის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მიზნად ქართული ხელოვნებისთვის გლობალური აღიარების მოპოვებას და კულტურის სფეროს ფინანსურ გაძლიერებას ისახავს. უფრო ვრცლად აუქციონის დეტალებზე, ასევე გეგმებზე, რომელიც Art გალერ ნობლეს აქვს, ნინო ლაბაძესთან, მის დამფუძნებელთან ერთად ვსაუბრობთ. ნინო, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ Art გალერეა ნობლესის გახსნის მთავარი მიზანი იყო ქართველი მხატვრების მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, რაც მოიცავს საერთაშორისო ასპარეზზე მათი ნამუშევრების გატანას და შემდეგ რეალიზებას. ეს რა თქმა უნდა დიდი ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს და საკმაოდ შრომატევადია. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გალერეამ უნდა მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის გამოფენებში, საზღვრებს გარეთ. ჩვენ Art გალერეა ნობლესმა არაერთხელ მივიღეთ მონაწილეობა, მათ შორის დუბაის Art Fair-ში, ლონდონის Art Fair-ებში მონაწილეობა, რაც საკმაოდ ზრდის ინტერესს ქართული ხელოვნების ცნობადობას, ალბათ ცნობადობასაც და ინტერესაც თქვენ კოლექციონერების მხრიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ასევე ჩვენ გავწევრიანდით საერთაშორისო პლატფორმაზე, ეს არის Arts-ის სახელწოდებით, რომელიც არის ყველაზე სანდო პლატფორმა, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა ქვეყნის გალერეები, ცნობილი გალერეები, art დილერები, ასე ვთქვათ, კოლექციონერები და ესეც ასე ვთქვათ ჯაჭვს ქმნის ამ მიზნის მიღწევაში. თვითონ რაც შეეხება აუქციონს, აუქციაში მონაწილეობა გალერეისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და უფრო მაღალი საფეხური, ასე ვთქვათ, და თან მით უმეტეს ესეთ პრესტიჟულ აუქციაში მონაწილეობის მიღება. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ თვითონ ბოჰემის აუქციონი დაინტერესდა ქართული ხელოვნებით, ჩამოვიდა საქართველოში, გვესტუმრა, ასე ვთქვათ, არჩია სხვადასხვა გალერეა, სხვადასხვა მხატვრები და ძალიან მიხარია, რომ Art გალერეა ნობლესი არის ამ ისტორიის ნაწილი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საქართველო პირველად დაფიქსირდა, ასე ვთქვათ, ცალკეულ კატეგორიად. აქამდე გადიოდა მეზობელი ქვეყნების სახელით და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილია თვითონ Art გალერეა ნობლესი. კი ბატონო, რამდენად შრომატევადი იყო ეს პროცესი? როგორ დაიგეგმა ის, რომ თავად დაინტერესდნენ, ეს მნიშვნელოვანია, თუმცა თქვენი ძალისხმევა იქნებოდა აქაც. დიახ, რა თქმა უნდა, ეს სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი იყო. უფრო
გაწეილულ დროში წარმომედგინა, ესე უცბად მოხდებოდა, რა თქმა უნდა, არ მეკონა და ძალიან მიხარია და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ძრებს გამოიწვევს, ინტერესი უკვე წამოვიდა უფრო მეტად, გაიზარდა, ასე ვთქვათ, თვითონ გაიზარდა ნამუშევრების ღირებულებაც, ასე ვთქვათ და ეს ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო ჩვენთვის. კი ბატონო, იქ რა გამოხმაურება მოყვა უკვე უშუალოდ აუქციონზე ქართველი ხელოვანების ნამუშევრებს და მათ შორის თუ იყო წარმატებული შემთხვევები გაყიდვას გულისხმობთ. დიახ. სიმართლე გითხრათ, მოლოდინს გადააჭარბა, საკმაოდ დიდი ინტერესი იყო ქართველი ხელოვნების მიმართ, საკმაოდ ბევრი ნამუშევარი გაიყიდა და ამან უკვე დაადასტურა ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, გამოვლინდა 10 ყველაზე გამორჩეული და ძვირად ღირებული ნამუშევარი და მათ შორის არის მერაბ გაგილაძის ნამუშევრები და მინდა მას პირადად მიულოცო, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება მისთვის. ასევე თვითონ ნამუშევრების გაყიდვის ინფორმაცია უკვე ინტერნეტ სივრცეში დევს და ოფიციალურად შეუძლია ნახოთ სტატისტიკაც გაყიდვის თვითონ რაოდენობაც, ასე ვთქვათ, ფასებიც უკვე ხელმისაწვდომია და თავისუფლად შეუძლიათ რომ ნახონ, ასე ვთქვათ, დაინტერესების შემთხვევაში. რამდენად იცნობენ ქართულ ხელოვნებას, ქართველ ხელოვანებს მსოფლიო მასშტაბით, ამ მიმართულებით რამდენად გვაქვს ზრდა? იცით რა არის, ზოგადად ქართული ხელოვნება საკმაოდ დიდარია თავისი ტრადიციებით, მრავალფეროვნებით. ჩვენ ტრადიციული ცეკვა, სიმღერა, კინო, თეატრი, მხატვრობა, არქიტექტურა, ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ასე ვთქვათ და ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიკავებთ ამ ნიშას, ზუსტად ამ ჯაჭვით. ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა თვითონ ქართველი მხატვრების მიმართ ნამუშევრებზე მოთხოვნა და ბოლო წლების განმავლობაში და ეს უკვე ძალიან კარგია და დიდი მიღწევა, ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა, ვაირაუდებთ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება. კი ბატონო, რა ვითარებაში არიან დღეს გალერეები? არტ გალერი ნობლესის გადმოსახედიდან ზოგადად რამდენად იზრდება ბიზნესი? ერთია რომ შეუწყოთ ხელი ქართულ კულტურას, მის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას, მეორე მხარეა ისიც, რომ ეს არის ბიზნესი და თავის მხრივ საჭიროებს არსებობას. ამ მიმართულებით რა გამოწვევებია, როგორია ვითარება, რამდენად იზრდება მათ შორის ბაზარი? სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი არტ გალერეა გაიხსნა, ძალიან ბევრი საინტერესო არტ გალერეა გაიხსნა დღეს თბილისში. ეს უკვე ადასტურებს იმას, რომ მოთხოვნა არის მაღალი. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს როგორც ბიზნესის სახით არის ძალიან მომგებიანი და ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო. თვითონ გალერეები ძალიან საინტერესო დინამიკით არიან, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი, ისინი ატარებენ გამოფენებს, გამოცემენ წიგნებს, აგზავნიან საზღვარგარეთ, ავრცელებენ ინფორმაციას, ასე ვთქვათ, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ასე ვთქვათ, მათ ძალიან დიდი როლი აქვს და სწორედ ეს აუქციონის ესეთი წარმატება არის მათი დამსახურებაც ყველასი ერთად გალერეების და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოთხოვნა საკმაოდ დიდია და როგორც ბიზნესის კუთხითაც საკმაოდ მომგებიანი. კი ბატონო. როცა საუბრობთ ქართველი ხელოვანების წარმატებას, ის რომ იზრდება ინტერესი და პოპულარიზაცია, აუცილებლად უნდა გითხოთ ხელოვნება როგორც ინვესტიცია. ამ მიმართულებით როგორ ვითარდებით ქვეყანა, როგორ ვითარდებიან ქართველი კულტურის სფეროს წარმომადგენლები? იდით გალერეა გავხსენი 3 წლის წინ დაახლოებით და მინდა რომ სიხარულით თქვა, ასე ვთქვათ, ის რომ ყოველწლიურად იზრდება, ასე ვთქვათ, ნამუშევრების ღირებულება, მოთხოვნა. უცხოელი, ასე ვთქვათ, წარმომადგენლების მხრიდან თვითონ საკმაოდ მზარდია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესე ასე ვთქვათ, ყოველწლიურად გვაქვს შედეგი, თუნდაც ეს აუქციონის მისი დამადასტურებელია, რომ 30-40%-ით გაიზარდა ნამუშევრების ფასი და აქედან გამომდინარე საკმაოდ სტატია. არ არის მხოლოდ საკმარისი ის, რომ ნამუშევარი მოგვეწონოს, ვიყიდოთ, დავყიდოთ. ვფიქრობ, რომ ნამუშევრის შერჩევა უნდა იყოს სწორედ აი ამ ინვესტიციის კუთხით. საინტერესო. ნობლესის გეგმებზე მინდა გითხოთ, თქვენ ახსენეთ რომ დაახლოებით 3 წელია რაც ოპერირებს ის ბაზარზე, ამ პერიოდის განმავლობაში რომ შევაჯამოთ ეს 3 წელი, თავარი წარმატება რა არის თქვენი შეფასებით ნობლესის და მე როგორ გეგმებზეც გადავიდეთ? კი, თავარი არის ის, რომ გალერეამ ამ 3 წლის განმავლობაში წარმატებით იმუშავა, არაერთი გამოფენა გავაკეთეთ, ჩვენ გამოვეცით მაღალი ხარისხის წიგნები, რომლებიც ასე ვთქვათ გავავრცელეთ და გავიტანეთ ქვეყნებს გარეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე ვარ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ტექნოლოგიურ განვითარებას დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ის, რომ თუნდაც მხატვრის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, თუნდაც შეძენა ნამუშევრის სხვა ქვეყნიდან, ეს არის ძალიან გამარტივებული და ამას ძალიან
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის გარდა კიდევ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ უკვე მეორე ფილიალს ვხსნით ძალიან მალე ერთ თვეში გაიხსნება ჩვენი სივრცე, ეს იქნება საგანმანათლებლო სივრცე, უკვე დაახლოებით 30 სახეობის ვორქშოპი გვექნება, კურსები გვექნება დიდებისთვის, პატარებისთვის, ასე ვთქვათ, უფროსებისთვის კორპორატიული შეთავაზებები გვექნება. თვითონ კომპანიების ძალიან დაინტერესებულები არიან ქართული მხატვრობის ნამუშევრების შეძენით, არა მარტო კერძო პირები, არამედ ასე ვთქვათ, კომპანიებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავადასტურეთ ამით, რომ უკვე წარმატებულად იმუშავა, ასე ვთქვათ, ჩვენმა გავლილმა წლებმა, ვხსნით უკვე მეორე ფილიალს და ასევე დაგეგმილია საზღვრებს გარეთ კიდევ რამდენიმე გამოფენა და არტ-ფეერში მონაწილეობის მიღება და ასე ვთქვათ, მოკლედ არ ჩერდებით მუდმივ განვითარების ეს არის მუდმივი პროცესი, აი პულზე რო ხელი უნდა გეჭიროს, ასეთი პროცესი სულ უნდა იყოს ჩართული, არ უნდა გამორჩენ სოფლიო ტენდენციებს, რა მოთხოვნებია, სულ ვაკვირდები ხოლმე ამ ყველაფერს და ძალიან საინტერესოა. კი ბატონო. ახსენეთ მეორე ფილიალი თუ არის უკვე დაზუსტებული დეტალებები თუ ეს ინვესტიცია თუ შეგვიძლია ამაზე საუბარი ასევე სად იქნება ეს ფილიალი და რატომ გაჩნდა იდეა რომ გაფართოებულიყავით ეს იყო მოთხოვნიდან გამომდინარე სავარაუდოდ დიახ მოთხოვნიდან გამომდინარე გვინდა რომ დავიდმატოთ ძალიან საინტერესო მხატვრები კონცეფცია იქნება ოდნავ განსხვავებული თან ეს სივრცე ბევრად უფრო დიდი იქნება სადაც ჩატარდება ასე ვთქვათ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო კურსები და ეთქობა თრიადრსაც აი ხელოვნების სივრცე უნდა იყოს ასე ვთქვათ და ძალიან საინტერესო კონცეფცია იქნება ჩემი აზრით. მდებარეობს გოგებაშვილის ქუჩაზე ვერაზე და არის ბევრად უფრო დიდი სივრცე და ნახეთ. საგანმანათლებლო დატვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში არსებობს ხო ამის მოთხოვნაც და საჭიროება. დიახ, რა თქმა უნდა, საჭიროება მოთხოვნა ნამდვილად არსებობს და ელოდებიან კიდევაც უკვე ჩვენი ასე ვთქვათ ერთგული მომხმარებლები. კი ბატონო, წარმატებები ყველა გეგმაში. მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის და შემდეგი შეხვედრა აუცილებლად დავგეგმოთ მას შემდეგ, რაც გაიხსნება უკვე მეორე არტ ნობელსი და როგორი შედეგებიც გექნებათ, ესეც აუცილებლად მოსაკითხი ამბავია. მათ შორის საგანმანათლებლო მიმართულებით მადლობა ძალიან დიდი თქვენი დროისთვის. წარმატებები ყველა წამოწყებაში. ნინო ლაბაძე, არტ გალერი ნობლესის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი, რაც შეეხება ჩვენს მორიგ თემას. გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი მუზეუმების რეიტინგს, რომელზეც ვიდეო ისტორია სალომე ხიდურელმა მოგვემზადა. ვნახოთ სიუჟეტი, ჩვენ კი რეკლამის შემდგომ დავბრუნდებით. მუზეუმების გლობალური ბაზარი დინამიკურ ტრანსფორმაციას განიცდის, რასაც ხელს ტექნოლოგიური განვითარება, დაფინანსების მოდელების ცვლილებები და დამთვალიერებელთა მზარდი მოლოდინები უწყობს. იმ ფონზე, რომ კულტურული ინსტიტუციები უფრო აქტიურად იყენებენ ციფრულ ხელსაწყოებს და ახდენენ შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციას, სექტორს ზრდისა და ნოვატორობისთვის ახალი შესაძლებლობები ეძლევა. 2025 წელს მუზეუმების გლობალური ბაზარი 9.14 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მუზეუმთა შემოსავლის 40.2% გაყიდულ ბილეთებზე მოდის, რაც მათი მაღალი საგანმანათლებლო ღირებულებით აიხსნება. ინოვაციური გამოფენებისა და პროგრამების წყალობით მუზეუმებს ვიზიტორებისათვის აბსტრაქტული კონცეფციები რეალობაში გადმოაქვთ და ცოდნის მიღების არატრადიციულ მეთოდებს ქმნიან. ამასთან, მუზეუმთა ბაზრის ანალიზის თანახმად, მართვის ტიპის მიხედვით 2025 წელს მუზეუმთა 50% საჯარო სეგმენტზე მოდის. როგორც წესი, ადგილობრივი მთავრობების მიერ მართული საჯარო მუზეუმებისთვის ინკლუზიურობა და კულტურული ძეგლების განურჩევლად ყველა მოქალაქისთვის გაზიარება პრიორიტეტია. ასეთი მუზეუმების დიდი ნაწილი სტრატეგიულ ლოკაციებს, ქალაქის ცენტრებშია განთავსებული, რაც მათ ტურისტებისთვის მიმზიდველ სანახაობად აქცევს. მუზეუმთა ბაზრის წილის თითქმის მესამედი, 30.6% ხელოვნების მუზეუმებზე მოდის. ხელოვნების მუზეუმები კაცობრიობის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და მრავალფეროვანი არტისტული ტალანტის შენახვასა და წარმოჩენაში კრიტიკულ როლს ასრულებენ. ამასთან, სწორედ ხელოვნების მუზეუმები აძლევენ ვიზიტორებს შესაძლებლობას გაეცნონ იმ მიმართულებებსა და ჟანრებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ცივილიზაციის განვითარებაში გარდამტეხი როლი შეასრულეს. ნახატების, ქანდაკებებისა და სხვა ნამუშევრების იშვიათი კოლექციები ადამიანებში ინტელექტუალურ ცნობის მეყვარეობასა და კრეატიულ აზროვნებას აღწრავენ. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს სეგმენტი ბაზრის უპირობო ლიდერია. მოგზაურობის დროს მუზეუმები ქვეყნის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შესასწავლადაც ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალებაა. ამიტომ ყოველწლიურად ათასობით მუზეუმს მილიონობით ტურისტი სტუმრობს.
მუზეუმებს შორის ყველაზე პოპულარული და შეიძლება ითქვას რეკორდსმენიც ლუვრია, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში 60,000-ზე მეტ კვადრატულ მეტრს იკავებს და ვიზიტორებს 380,000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუშის დათვალიერების საშუალებას აძლევს. სწორედ ლუვრშია განთავსებული პლანეტის ყველაზე ცნობილი მონა ლიზას პორტრეტი და უნიკალური სამარკო შუშის პირამიდაც, რომელიც ჩინელი წარმოშობის ამერიკელმა არქიტექტორმა შექმნა. 2024 წელს ლუვრის მუზეუმი 9,334,000 ვიზიტორმა მოინახულა. ვაშინგტონის ბუნების ეროვნული მუზეუმი ასევე ლიდერობს ვიზიტორების რაოდენობით. მუზეუმი 140,000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული და მილიონობით ექსპონატს ითვლის. მათ შორის 126 მილიონზე მეტ საბუნებისმეტყველო მეცნიერების ნიმუშსა და კულტურულ არტეფაქტს, წერების, მცენარეებისა და თევზების ნიმუშებსა და 400,000-ზე მეტ ფოტოს. გასულ წელს ბუნების მუზეუმს 8 მილიონი ადამიანი ეწვია. პოპულარულ მუზეუმებს შორისაა ჩინეთის ეროვნული მუზეუმიც, რომელიც პეკინში მდებარეობს და ვიზიტორებს 1,3 მილიონი ექსპონატის უფასო დათვალიერების შესაძლებლობას აძლევს. მუზეუმში შეხვდებით ჩინური კულტურის ყველა სეგმენტს. იქნება ეს ანტიკური კერამიკა თუ კალიგრაფიული ნიმუშები, ბრინჯაოს ქანდაკებები თუ ბუდისტური სკულპტურები და სხვა. 7,450,000 ვიზიტორით ჩინეთის ეროვნული მუზეუმი მესამე ადგილს იკავებს. სმითსონის ჰაერისა და კოსმოსის ეროვნული მუზეუმი საავიაციო და კოსმოსური არტეფაქტების მსოფლიოში უდიდეს კოლექციას ფლობს. მუზეუმის ორ შენობაში 23 საგამოფენო დარბაზია, რომლებიც ადამიანის კოსმოსური მოგზაურობის ამსახველ ათასობით ექსპონატს აერთიანებენ. მუზეუმი 71,000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, სადაც გასულ წელს 6,970,000 ვიზიტორს უმასპინძლა. ბრიტანეთის მუზეუმი მსოფლიოში პირველი საჯარო ეროვნული მუზეუმი იყო, რომელიც 1875 წელს გაიხსნა. მუზეუმში 8 მილიონზე მეტი არტეფაქტია განთავსებული მთელი მსოფლიოდან. მათ შორისაა როზეტის ქვა, რომელზეც დატანილია ძველი წელთაღრიცხვით 196 წელს მემფისში. მეფე პტოლემე მეხუთის განკარგულებით გამოცემული სამენოვანი ბრძანება, რითაც ქვა ძველ ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის საქმეში გასაღებადაც იქცა. ეს და სხვა ექსპონატები 2024 წელს 6,701,000 ადამიანმა მოინახულა. ყველაზე მონახულებადი მუზეუმების ათეულში ასევე ხვდებიან მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ლონდონის ეროვნული გალერეა, ვატიკანის მუზეუმები, ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმი და ბუნების ისტორიის ამერიკული მუზეუმი ნიუ-იორკში. სამუზეუმო პროექტებში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების ზრდა და არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება ინდუსტრიის ზრდასაც უწყობს ხელს. სწრაფი დიჯიტალიზაცია და ახალი ტექნოლოგიების ათვისება კი მუზეუმებს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვაში ეხმარებათ. ამ ყველაფერთან ერთად ტურიზმის ზრდა მუზეუმების გლობალურ ბაზარს 2032 წლამდე 12,5%-ით გაზრდას უწინასწარმეტყველებს. ბაზრის ღირებულება კი 20,8 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ვაგრძელებთ გადაცემის მეორე ნაწილშიც ხელოვნებაზე საუბარს და ამჯერად გალერეა ბიონდის ამბები უნდა შევაჯამოთ. ხელოვნების და ბიზნესის შერწყმა სწორედ ამორის გაერთიანებით შეიქმნა წარმატებული პროექტი ბიონდ, რომელიც ქართული ხელოვნების და ამ სფეროს წარმომადგენლების პოპულარიზაციას ეწევა. როგორ შექმნა უნიკალური სახელოსნო, როგორ ახორციელებს ხელით ბეჭდის ძველი ტექნოლოგიის აღდგენას და პოპულარიზაციას, როგორ იყო 2024 წელი ხელოვნების სფეროსთვის, ამ თემებზე ქალების ნარატივის პირდაპირ ეთერის სტუმარი გალერეა ბიონდის დამფუძნებელი ნანა კირმელაშვილია. მოგესალმებით ქალბატონო ნანა, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. იქამდე სანამ სიახლეებზე ვისაუბრებდეთ, მათ შორის იმ ტენდენციებზე, რაც არსებობს ხელოვნების სფეროში და იმ ინტერესზე, რომელიც არსებობს ქართული ხელოვნების მიმართ, მინდა უშუალოდ გალერეა ბიონდზე კითხოთ, როგორც ვიცი, რებრენდინგიც განიცადა მათ შორის კომპანიამ. ვისაუბროთ იმ პროექტებზე, რასაც ახორციელებთ, როგორ შეიქმნა, რა იყო მთავარი იდეა მისი? უკვე დიდი ხნის ისტორია აქვს ამ გალერეას, იმიტომ რომ როგორ შეიქმნა დიდი სიყვარულით. ეს სფერო თუ არ გიყვარს და არა გაქვს ძალიან დიდი დამოკიდებულება, ვერ გაჩერდები წლების განმავლობაში ამ სფეროში. ძალიან რთულია, ძალიან ნიშურია, სპეციფიური სფეროა. ეს არ არის ყოველდღიური მოხმარების საგნებთან ლაპარაკი. რა მე უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ გალერეამ შექმნა უნიკალური სახელოსნო,
რომელიც ხელით ბეჭდვის სახელოსნოთ არის წოდილი, მე ახალი არაფერი არ შემიქმნი, ეს არის უძველესი ტექნიკა, უბრალოდ ციფრულმა ტექნოლოგიებმა პრაქტიკულად ჩაანაცვლა ეს ტექნიკა. ძალიან დიდი ინტერესი მქონდა და მყავდა მეგობარი, რომელიც გარდაიცვალა დოტო გონიძე, რომელიც ფანატი იყო ამ დარგის და სულ მეუნებოდა იღუპება ეს დარგი, თითქოს რაღაცა გადმომცა. ალბათ ყველას თავის მისია აქვს და მეც ძალიან დამაინტერესა. ანუ სახელოსნომ შეძლო 300-ზე მეტი მხატვრის უნიკალური კოლექცია გაეკეთებინა. ნუ კოლექციის რაოდენობას აღარც ვლაპარაკობ, იმიტომ რომ 2000 საჭარბებს და მეც. და მთელი ეპოქა შეიქმნა. ანუ 80-იანი წლებიდან დღემდე თითქმის, ნუ რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო ავტორია მოსაწვევი და შეიქმნა ესეთი ეპოქალური კოლექცია, გრაფიკული კოლექცია, რომელიც ნუ ალბათ ჩემ ქვეყანასაც გამოადგება შემდგომში თუ ოდესმე იქნება გრაფიკულ მუზეუმზე ლაპარაკი, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი იქნება, მე გადავწყვიტე, რომ როდესაც მთლიანად გავიარე მთელი კოლექცია, იმიტომ რომ ეხა ონლაინ იცით რომ ყველაფერი გადადის ონლაინ და ამიტომ გვინდოდა სრული აღრიცხვა, ამ პერიოდში გადავწყვიტე, რომ შემექმნა ჩემი საკუთარი მუზეუმი და ნუ რა თქმა უნდა გალერეაც. რამ ძალიან დიდი წარმატება მოიტანა, ძალიან დიდი ინტერესი, დიდი ხანი დამთვალიერებელს სულ ეგონა რომ ეს იყო პრინტი, სულ პრინტი, იმიტომ რომ ნუ ინგლისურად ეგრეა პრინტი და ეს არის ურთულესი, საკმაოდ ძვირადღირებული და ძალიან დიდი შრომის მომცველი ტექნიკა, მაგრამ შეძლეს ჩვენმა მხატვრებმა, ნუ თითქმის არავინ არ იცოდა ეს ტექნიკა. ყველა მოდის ჩვენთან სახელოსნოში და ქმნის იქ უნიკალურ ნამუშევრებს. დღეს უკვე პირველი ეტაპი გადადგა გალერეამ და ეხლა რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი. სხვათა შორის ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მოხდა ქართული გალერეის, ქართულ გალერეასთან კოლაბორაცია, ეს არის ერისთავი გალერი. ეს რომელ ქვეყანაზე? ეს არის ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში. გავიტანეთ ეს ჩვენი ხელით ბეჭდვის კოლექცია პირველად გავიდა საქართველოდან, საკმაოდ დიდი წარმატებით გაიარა, გავაფორმეთ ჯერჯერობით 6 თვიანი კონტრაქტი და ასე ვთქვათ, ერთი გაჩერება უკვე ამ ჩვენი ნამუშევრების და ამ უნიკალური კოლექციის იქნება ქალბატონ თათა ერისთავთან. ძალიან დიდი ინტერესი იყო ევროპაში, ნუ კერძოდ ანტვერპენში და ასევე მოყვა მას მეორე კონტრაქტი პარიზში, ის არის გალერეა ჰარტ. ამასთან დავამყარეთ, ნუ დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებდა და ასევე ნუ ევროპული საზოგადოებისთვის და იმისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება ევროპაში შეძენა ნამუშევრების, ვიდრე აქედან გაგზავნა. და ასევე ალბათ სექტემბერში გავაკეთებთ მეორე გაჩერებას პარიზში. და ნუ რაღაცა ისეთი სერიოზული გეგმები გვაქვს და ძალიან კარგი, იმიტომ რომ მინდა რომ ერთი იყოს, მინდა კი არა დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება ლონდონში და ასევე ნიუ-იორკში. კი ბატონო, მსოფლიოს მასშტაბით ჯერჯერობით 4 პუნქტი გვაქვს შერჩეული, რაზეც ჩვენ ესე ვმუშაობთ.
და რაც შეეხება სახელოვნებო ბიზნესს, ხაი, როგორ გვიცნობენ უპირველესად, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე ვსაუბრობთ და 4 ქვეყანა ჩამოთვალეთ, სადაც იგეგმება თქვენი ჩართულობით სხვა პროექტების განხორციელება, როგორ იცნობენ საერთაშორისო ასპარეზზე ქართულ ხელოვნებას, რამდენად გვაქვს ის ჩვენი ნიშა თუნდაც იცით რა, ძალიან ბევრს მუშაობენ ჩვენი გალერეები, რომ სახელოვნებო რუკაზე დაფიქსირდეს საქართველო. ძალიან ცოტა არის ჯერჯერობით, გადადგმულია სერიოზული ნაბიჯები ძალიან ბევრი, მაგრამ აი ესეთი კომპლექსური, სადაც ჩემი აზრით სახელმწიფოს ძალიან დიდი თანამონაწილეობა უნდა იყოს, აი ესეთი კომპლექსური, სერიოზულ არტ-ფეერებზე, სერიოზულ თვითონ გალერეები აკეთებენ. და ეს არის აი მთლიანად ყველას ერთად გასაკეთებელი საქმეა. მხატვრის, გალერეის, სახელმწიფოსი, რომ საქართველო დაფიქსირდეს აი როგორც სერიოზული თავისი სიტყვა თქვას ქართულმა ხელოვნებამ, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი არის. ძალიან ძლიერი, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს ამისთვის და ისეთი დონის მხატვრები გვაქვს, რომ მინდა გითხრათ, რომ ბევრ გალერეაში არ მინახავს. მაგრამ ამას მთელი ინსტიტუცია მუშაობს, მთელი სტრუქტურები მუშაობს და საკმაოდ დიდ თანხებთანაც არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, იმიტომ რომ ნებისმიერ სახელოვნებო ბაზრობაზე მოხვედრა, თუნდაც პატარა სივრცით სერიოზულ ფინანსებს მოითხოვს და პრესა, მედია ჩართული, აქ არის კრიტიკა ჩართული, რა ვიცი, ხელოვნებაც, მთელი ინსტიტუცია. ეს ინსტიტუცია მე არ ვედარები ისეთ დიდ ქვეყნებს, რომლებსაც ამისი, რა ვიცი, მე თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაკეთებადია თუ იქნება ნება. თუმცა აი როგორ გვაფასებენ? აი ვინც გვიცნობს, უკვე მიგვიღო რაღაც გარკვეულ წილად ნაბიჯები თქვენს ახსენეთ, რომ გალერეებიც და მათი პრინციპში კერძო სექტორის ჩართულობით ხდება ის, რომ პოპულარიზაცია და რაღაც ეტაპებზე გადავდგით უკვე ნაბიჯები ამ პოპულარიზაციისთვის. როგორ გვაფასებენ? რა ნიშა გვაქვს მათი თვალსაზრისით? როგორ გვაფასებენ? გამოირჩევა აი სადაც არ უნდა იყოს ქართული ხელოვნების ნაწილი, თუნდაც პატარა სივრცეში. არ ვიცი რატო, არა მე ვიცი რატომაც, მაგრამ გამორჩეულია, მას ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ყავს, ასევე მყიდველი ყავს ყველგან, მაგრამ აი ის რომ აი საქართველო ერთ-ერთი ნაწილია ამისი. ჯერჯერობით ეხლა ყალიბდება გლობალური არტ ბაზრის ან მარკეტის ერთ-ერთი ნაშემადგენელი ნაწილია. ჯერჯერობით ჩემი აზრით, აი იდგმება, როგორც თქვენც აღნიშნეთ და მეც ვისახი, კერძო სექტორი დგამს ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს, ძალიან. ამ ბოლო დროს, აი ხა ბოლოს ლაპარაკობდით ამ აუქციონის შესახებ. რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ისევ და ისევ ვიცახი, რომ მთელი ინსტიტუცია შესაქმნელი. და ამ ეტაპს გავდივართ ეხლა, როგორც გაიარა ოდესღაც ვიღაცამ, ჩვენც ერთად გავდივართ ამ ეტაპს. კი, აი რა მხარდაჭერას საჭიროებს ეს სექტორი? მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან წილი მათი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას საჭიროებს, იმიტომ რომ ამ ინსტიტუციის შესაქმნელად აუცილებლად სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს, თუ შენ ქვეყანას არ აინტერესებს ხელოვნება, მაშინ მე რატო უნდა მაინტერესებდეს, ხო, პრინციპში. არა, მე არ ვიცახი, რომ არაფერი არ კეთდება, მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო. ასევე უნდა იყოს ძალიან სერიოზული ჩართულობა ბიზნეს სექტორის, იმიტომ რომ ეს არის არტ ბიზნესი, რომელიც ერთ-ერთი ღვთეულშია, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ბიზნესია. ჩვენთან განვითარების რა ეტაპზე არტ ბიზნესი, ხელოვნება როგორც ბიზნესი?
გაჩნდა ძალიან გაჩნდა კი არა იყო ყოველთვის სერიოზული მომხმარებელი კოლექციონერი საქართველოში კიდევ გაჩნდა ახალი თაობის კოლექციონერები და უკვე ვითარდება ანუ ასე ვთქვათ ჩვენივე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს ყავს ქართველი მომხმარებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვიცახი რომ მხოლოდ ქართველი მომხმარებელი ყავს, მას ყავს უცხოელი მომხმარებელიც და უკვე ჩნდება ახალი თაობის კოლექციონერები, რომელიც ჩემთვის ძალიან დასაფასებელი და ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდები, რომლებსაც ეს არის ერთ-ერთი ინვესტიციის ძალიან სერიოზული წყარო, იმიტომ რომ ის მხატვრები, რომლითანაც ჩვენ მუშაობთ და გვაქვს ბედნიერება მათთან თანამშრომლობის და მუშაობის, ყოველ წლიურად იზრდება. შესაბამისად, მასთი ნამუშევრების ღირებულებაც ყოველწლიურად იზრდება. და არ ვიცი, მიდის ძალიან ნორმალურად და კარგად ვითარდება, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, როგორც ყველა სფეროში პატარა ქვეყანა, კი, გასაკეთებელი. ინვესტირება ახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი პრინციპში ამ ბიზნესში, ხო? ერთია ყავდეს მომხმარებელი ქართულ ხელოვნებას, რომელიც უბრალოდ შეიძეს ნახატს, რომელსაც შემდგომ სახლში დაკიდებს და მისთვის იქნება ეს ღირებული, თუმცა მეორეა კოლექციონერების როლი ამ პროცესებში. რამდენად უყურებენ დღეს უკვე ქართულ ხელოვნებას, როგორც ინვესტირების საშუალებად, რამდენად იზრდება ბაზარზე ღირებულება ქართული ხელოვნების? ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. ძალიან სერიოზულად იზრდება და უკვე ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. კოლექციონერიც უყურებს ამას. არის ორი ტიპის, ორი კი რამდენიმე ტიპის მომხმარებელია. ერთი არის, რომელსაც უნდა რომ ინტერიერში რაღაცა გალამაზდეს ის, მაგრამ ყველას, ვინც შემძენია და ვინც კოლექციონერია, თუ მყიდველია, ჩვეულებრივი მომხმარებელი, ყველას სჭირდება იმისი ახსნა, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა დეკორი, ეს არის ინვესტიცია, რომელიც ყოველთვის იზრდება. ამის ღირებულება. ამიტომ არსებობს გალერეა, რომ სწორედ მიაწოდოს მომხმარებელს აუხსნას, რას აკეთებს და რაც უფრო ძლიერია გალერეა, მით უფრო მეტი აქვს ნდობა მომხმარებელს. მასე ვერ აარჩევ, რაღაცა მე მომწონს, რაღაცა არ მომწონს, ესე კოლექციის გაკეთება არ ხდება, ხდება გალერეის და გალერისტის მეშვეობით, რომელსაც ძალიან დიდი შრომა აქვს. კი ბატონო. როგორ ვითარდებიან გალერეები დღეს ბაზარზე? ამ მიმართულებით როგორ შეფასებდით იმ ტენდენციას, თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში და რა იყო ადრე, რა არის ახლა? როგორი სხვაობაა? ადრე, როცა მე დავიწყებ 90-იანი წლებიდან, სულ რამოდენიმე გალერეა იყო და დღემდე არსებობს ყველა ეს გალერეა. მე რასაც მივესალმებ და ძალიან დიდ პატივს ვცემ. ეხლა ძალიან ბევრი გალერეა გაჩნდა. მეც კი რაღაცას რომ მეუნებიან, იქ იყავი ამ გალერეაში. ძალიან ბევრი ახალი გალერეები გაჩნდა. ანუ მე რას ვიძახი, ახალი თაობა წამოვიდა, რომელიც ინტენსიურად არის ჩართული, მათ აქვთ ინტერესი, რომ ეს სფერო განავითარო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. კი ბატონო. საუბრის ბოლოს მინდა ბიონდის გეგმებიც კითხოთ. მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, ადგილობრივ ბაზარზე რა არის გალერეის თავარი გეგმები და მიზნები, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში ისახავთ? ამ წუთას ჩვენ მუშაობთ ციფრული მუზეუმი, როგორც გითხარით, ჩემი კოლექციის ციფრული მუზეუმი უნდა შევქმნა და არა მარტო ციფრული, არამედ ფიზიკურიც. ეხლა ამ პროექტზე ვმუშაობთ და მომავალი პროექტიც არის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს ეს
საგალერეო ბიზნესი, ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად ჩართულები, მაქსიმალური პოპულარიზაცია გავაკეთოთ ქართული ხელოვნების და ეხლა გეგმა ესეთ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული და ამიტომ როგორც კი დასრულდება ამ პროექტზე მაშინ გავაჟღერებ, იმიტომ რომ წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი, როცა უკვე ზუსტად იქნება ყველა. კი ბატონო. გაციფრულების პროცესი როდიდან ველოდეთ? როდის გეგმება უკვე ამის სრულყოფა? ეხლა მუშაობ, თვის ბოლოს იქნება პრეზენტაცია და მთელი ჩემი კოლექცია იქნება აღრიცხული, რაღაც გამოტანილი ონლაინ და ფიზიკურადაც ხო არის და არის როგორც ფიზიკურ სივრცეში ვაჩვენებთ, ესევე ვაჩვენებთ ციფრულ სივრცეში. ანუ ყველა ვითარდება დღეს უკვე ციფრული ტექნოლოგიები, გარდაუვალი ნაწილია ჩვენი ცხოვრების და ამიტომ რატომაც არ უნდა აეწყო. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნანა გადაცემაში სტუმრობისთვის. წარმატებები ყველა პროექტში. საერთაშორისო ასპარეზზეც ადგილობრივადაც ველოდებით ციფრულ ვერსიას. დიდი მადლობა. და გაცნობთ. ადგილობრივი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე საერთაშორისოც რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებები ნანა ყირმლაშვილი, ბიონდის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად. სანამ დაგემშვიდობებოდეთ, რუბრიკა რას გვიყვება დროს ფარგლებში უნდა შემოგთავაზოთ. აკაკი წერეთელზე სხვათა შორის სიუჟეტი, რომლის დაბადების დღეც იყო გუშინ 9 ივნისს და იმის მიუხედავად რომ საზოგადოება მას და მის ასე ვთქვათ მოღვაწეობას მწერლის ნაწილში და თვალსაზრისით უფრო მეტად იცნობს, ბევრმა არ იცის რომ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება სწორედ მის სახელს უკავშირდება, ამ პროცესების დაწყება უკავშირდება მის სახელს და ნახოთ ვიდეო ისტორია, როგორ ჩაუყარა ესე ვთქვათ საფუძველი ამ პროცესს მან ჭიათურაში. ჩვენ კი ხვალამდე გემშვიდობებით. GIG დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი და ბიზნეს მედია საქართველოს წარმოგიდგენთ. რას გვიყვება დრო? აკაკი წერეთელზე რამდენი რამ გვახსენდება. მაგალითად გამზრდელი, სულიკო, ბაშიაჩუკი, მისი მოგზაურობების ციკლი და აქედან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩემი მოგზაურობა რაჭაში. მოკლედ, აკაკი წერეთლის ხსენებისას ცხადია, რომ ის როგორც მწერალი, როგორც საზოგადო მოღვაწე ისე წარმოგვიდგება, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ამბავია, რომელიც აკაკის სახელს უკავშირდება და ხშირად მისი მოგონებისას ყურადღების მიღმა რჩება. მწერლის მშობლიურ კუთხეში იმერეთში, კერძოდ ჭიათურაში მანგანუმის ანუ შავი ქვის მოპოვება 1879 წელს სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო. ამბავი კი ასეთი იყო. 1845 წელს რუსულ სამთო ჟურნალში ჭიათურის მანგანუმის შესახებ პირველი სტატია დაიბეჭდა. ბევრი გამოკვლევაც ჩატარდა. პირველ სტატიას კიდევ ბევრი სტატიებიც მოყვა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბუნების სიმდიდრე მაინც ხელუხლებელი რჩებოდა, ვიდრე საქმეში აკაკი წერეთელი არ ჩაერთო და მისი უშუალო ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჭიათურის მანგანუმის საბადოს გეოლოგიური გამოკვლევა და შემდეგ უკვე მადნის დამუშავება არ დაიწყო. 1872 წელს აკაკის თხოვნით ჭიათურის საბადო მისმა ახლო მეგობარმა გეოლოგმა სპირიდონ სიმინოვიჩმა შეისწავლა. მისი მოხსენების საფუძველზე კი კავკასიის სამთო სამმართველომ ჭიათურაში სხვა სპეციალისტებიც მიავლინა, რომლებმაც საბადო დეტალურად შეისწავლეს და შედეგებიც გამოაქვეყნეს. უცხოელების დაინტერესების მიზნით წერეთელმა სიმონოვიჩთან ერთად ჭიათურის საბადოს შესახებ ბროშურა შეადგინა და პეტერბურგში ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე გამოსცა. აღსანიშნავია, რომ მადნის მოპოვება მისი ხელსაყრელი ბუნებრივი განლაგების გამო რთული ტექნიკის გარეშეც შესაძლებელი იყო და 1879 წელს სწორედ მადნის მოპოვების დაწყებამ განაპირობა დღის ჭიათურის სახელით ცნობილი დასახლების გაშენება, რომელიც მრეწველობის ამ დარგის განვითარებასთან ერთად იზრდებოდა. 1921 წელს კი ქალაქადაც გამოცხადდა. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მანგანუმის მოპოვების ისტორია თავად ქალაქის ისტორიაცაა და აქვე ამ ყველაფრის ინიციატორის სიტყვები გავიხსენოთ. იქ, სადაც დღეს არც გზაა და არც კვალი რკინიგზამოვა, ეს უდაბნო ჭიათურა გაშენდება. წერდა აკაკი წერეთელი. ხო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მადნის მოპოვება 1879 წელს დაიწყო, როდესაც ჭიათურაში კრუპის ქარხნის, ასევე ვესტფალიაში რკინის მაღაროების და პეტერბურგის სავაჭრო სახლის, ვახტალისა და კომპანიის წარმომადგენლები ჩავიდნენ და იმავე წელს 54,000 ფუთი მანგანუმი ამოიღეს. მადნის დამუშავებაში კი ადგილობრივი მეწარმეებიც ჩაერთნენ, მაგალითად მანგანუმის მომპოვებელი საზოგადოება იმერეთი, რომელშიც მრეწველები ჩუბინიძე, მოსეშვილი, გამყრელიძე და სხვები შედიოდნენ. მანგანუმის ამოღება ძირითადად ჩორპანის მაზრაში, მდინარე ყვირილას ორივე ნაპირზე, 126 კილომეტრ
ფართობზე მიმდინარეობდა, ცენტრი კი სოფელი ჭიათურა იყო. მთლიანობაში მადნის მოპოვების აუზი ჭიათურის გარდა კიდევ 8 სოფლისგან შედგებოდა. მნიშვნელოვანია ის ამბავიც, რომ პირველად ამოღებული 54 ტონა მანგანუმი მსოფლიო ბაზრებზე გაიტანეს და ის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, რის გამოც ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მაგალითად, ინგლისში, ბელგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. მოპოვების დაწყებიდან 21 წლის შემდეგ მანგანუმის მოპოვება 748-ჯერ გაიზარდა. მე-19 საუკუნის მიწურულისთვის კი ჭიათურაში მოპოვებული მადანი საერთაშორისო სამრეწველო ფირმებს სულ უფრო აქტიურად გაჰქონდათ. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ გამოიწვია მადნის ექსპორტის შეწყვეტა გერმანიაში. იმავე წელს დარდნელის სრუტის დაკეტვამ კი სხვა ქვეყნებში. ექსპორტის შემცირება აგრეთვე გამოწვეული იყო რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებითა და საქართველოს ხელისუფლებაში მენშევიკური მთავრობის მოსვლით. ამ ტენდენციის უმთავრესი გამომწვევი მიზეზი კი ალბათ ინდოეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში მანგანუმის ახალი საბადოების ექსპლუატაცია იყო. მაგალითად, თუ 1900 წელს მსოფლიოში მანგანუმის მოპოვებაში საქართველოს წელი 54.4% იყო, 1917 წელს ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა და 1925 წლისთვის მხოლოდ 18.8%-ს უდრიდა. მდგომარეობა ნაწილობრივ მხოლოდ 1930 წელს შეიცვალა და მაჩვენებელი 28.6%-ს მიუახლოვდა. საქართველოს დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში, კერძოდ 1920 წლის ივნისში ჩამოყალიბდა მანგანუმის მადნის საექსპორტო საზოგადოება ჩემო, რომელმაც ადგილობრივი სააქციო საზოგადოებები გააერთიანა. 1925 წელს ჩემომ არსებობა შეწყვეტა და 12 ივნისს მანგანუმის სააბადოს კონცესია ამერიკულ ფირმამ ჰარიმანს გადაეცა. 1928 წლის აგვისტოში ჭიათურ მანგანუმის ტრესტი შეიქმნა. საბჭოთა კავშირში მეტალურგიის სწრაფმა განვითარებამ და ექსპორტის ზრდამ ჭიათურის მანგანუმის მეურნეობის ძირფესწვენად გარდაქმნა და ახალი ტექნიკური საშუალებები დაღჭურვა მოითხოვა. აშენდა მადნის ახალი მომპოვებელი კომპლექსები. 1933 წელს წყობაში შედგა ზესტაფონის ფეროშინადნობთა ქარხანა, რამაც მანგანუმის მადანზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა. მოპოვების შემცირებასთან ერთად პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა ჭიათურის მანგანუმის მადნის ხარისხიც. მაგალითად, თუ 1934 წელს მადნის ხარისხი შეადგენდა 43.5%-ს, 1946 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 23.3%-მდე. 1955 წელს კი 29.7%-მდე. შესაბამისად, შემცირდა მაღალი ხარისხის კონცენტრატების გამოსავალი 36%-დან 19%-მდე. ამასთანავე მანგანუმის რაოდენობა მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად აღემატებოდა მის მოთხოვნას, რამაც ქვეყნებს შორის კონკურენცია მკვეთრად გაზარდა. დღეს ჭიათურის საბადოზე მანგანუმის მოპოვება დროებით შეჩერებულია, ისევ მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაციის გამო.